13 დღე გავიდა და მაინტერესებს ის ადამიანი, რომელიც ჩემს მოკვლას ცდილობდა, რა იცით მის შესახებ? დიახ, თქვენ ალბათ ნახეთ ჩვენი განცხადება ამ საქმესთან. არა, განცხადებები არ მინდა, კონკრეტული ინფორმაცია მჭირდება. მაგას ვამბობ, რომ ყისიერად დავიწყეთ გამოძიება, პირველი რაც გავაკეთეთ, თქვენთან მოვიდა საგამოძიებო ჯგუფი, მივიღო პირველადი ინფორმაცია გარდა იმისა, რაც კადრებით ვიხილეთ. შედეგი მითხარით თუ შეიძლება. დიახ, მაქამდე მივდივარ შედეგამდე, მეორე ჯგუფი გავიდა შემთხვევის ადგილზე, დაიწყეს ვიდეო სამეთაურო კამერების დათვალიერება. ხო ნახეს, უნიღბოთ ეს ადამიანები, ხო? ჩვენ ნახეთ და იყო დამონტაჟებული, მოახდინეთ გადაუდებელი აუცილებლობით იმავე დღეს ამ კადრების ამოღება და დაიწყეთ მისი შესწავლა. შედეგი რა გვაქვს ბატონ კოკა? ყველაფერი მოვისმინეთ, წავიკითხეთ. შედეგი არის ის, რომ გამოძიება გრძელდება, დანიშნული გვაქვს რამოდენიმე სახის ექსპერტიზა ერთი და ამდენი ხანი გელოდებიან ეს ადამიანები იქ და ქვეყანა დატოვეს ბატონ კოკა და წავიდნენ ქვეყნიდან. მინდა გითხრათ, ქვეყანა არც ერთ მათგანს არ აქვს. რა იცით, თუ არ იცით ვინ არიან, საიდან იცით? თქვენ ალბათ საუბრობთ იმ პირებზე, რომელიც ნიღბიან პირებზე ვსაუბრობ. ყველა რა თქმა უნდა იდენტიფიცირებული არ არის. ბატონ კოკა, იცით რატომ ყავს დღეს ეს ოპერატორი? ჩემი ოპერატორი დღემდე ფეხზე ვერ დგება. ფიზიკურად არ შეუძლია. თქვენ ნახეთ კადრები რაც მოხდა, ხო? მეც რომ ცოცხალი ვარ, ეს არის აბსოლუტურად შემთხვევითობის დამსახურება მართლა. აბსოლუტურად ვიზიარებ. იცით რა მაინტერესებს? ნახეთ, რატომ არ დავიმსახურეთ მე, ჩემო ოპერატორმა, საზოგადოებამ, რომ ამდენი დღის განმავლობაში ერთხელ ბრიფინგი მოგეწვიათ, არ გეწერათ ეს რაღაცა ეპისტოლეები და მოგეყოლათ ჩვენთვის რას აკეთებთ. თქვენ ნებისმიერ დროს თქვენ ან თქვენს ადვოკატს შეუძლია მოვიდეს ჩვენთან, ჩვენ გავოსნით სისხლის სამართლის. ხო, რა მეკითხეთ, თქვენ რატომ არ ატარებთ ბრიფინგს საზოგადოებას, რატომ არ აყენებთ საქმის კურსში? მე ხო ჩემს თავზე არ გეკითხებით მხოლოდ, ამდენი დაზარალებული ყავს, 300-ზე მეტი ნაცემი ადამიანია. რომელიმე სპეცრაზმელი გამოკითხეთ, ბატონ კოკა? რომელიმე სპეცრაზმელი საუბრობთ თუ ზოგადად, ეს ხო ერთ კონტექსტში განიხილება ხო? რამოდენიმე შეკითხვა დასვით. პირველი მეუბნებით რატომ რომელიმეზე გაქვთ პასუხი? საზოგადოების ინფორმირებას ვახდენთ. გავრცელებული რელიზის სახით. რატომ ხდება ამ ფორმით მაგას გეკითხებით? ვიდეო ნახეთ არაერთი, სადაც გადაამეტეს საკუთარ ძალას, სადაც ცდილობდნენ ადამიანის მოკვლას, უამრავ გავას ვიდეო რომ ნახოთ თუნდაც, ხარებას რაზმიდან, ვინმეს დაბარება. გაბედეთ ხარებას მიწერეთ, რომ მათ სპეცრაზმელებს იბარებთ. მინდა გითხრათ, რომ წინა აქციის საქმეზე, რომელზედაც ასევე დავიწყეთ გამოძიება და დღემდე მიმდინარეობს, ზვიად ხარაზიშვილი არის დაკითხული იმ საქმეში, არავის გამოკითხვა არ წინა საქმეში რას გულისხმობთ? წინა აქციის საქმეზე, ხო? ამ აქციის დროს არ გაგიჩნდათ ხარაზიშვილთან კითხვები? ნახეთ, დამამთავრებინეთ მე. 28 ნოემბრიდან დღემდე დაკითხეთ რომელიმე სპეცრაზმელი? სამართალდამცავების გამოკითხვა დაწყებული არის. სპეცრაზმელები დაკითხეთ? პასუხობთ სამართალდამცავების. სპეცრაზმელები დაკითხეთ ბატონ კოკა? ნახეთ, პასუხობთ სამართალდამცავების გამოკითხვა დაწყებული არის. სამართალდამცავში იგულისხმება როგორც სპეცრაზმელი, საპატრულო პოლიციის გამოკითხეთ, მარტივი პასუხი ხომ შეგიძლიათ? ეხლა მე ზუსტად თანამდებობებს ვერ ჩამოვგითვლით. არა, თანამდებობები არ მჭირდება. ნახეთ, პოლიციელები გამოკითხეთ მხოლოდ როგორც მე ვხვდები და არა სპეცრაზმელები, ხო? სპეცრაზმელები გამოკითხეთ? გედედეს თანამშრომლები გამოკითხეთ? სამართალდამცავებში შედის როგორც გედედეს თანამშრომლები. გამოკითხეთ. ასევე კრიმინალური პოლიციის თანამშრომელი, ასევე საპატრულო პოლიციის თანამშრომელი. კითხვა არ გაგიჩნდათ, დანომრილი რატომ არ არიან გედედეს თანამშრომლები? როგორ არ ყვევთ ვინ იყო ის ვინც დანაშაული ჩაიდინა? ნახეთ, ჩვენ ვცდილობთ გავარკვიოთ იმ საშუალებებით, რაც ჩვენ გაგვეჩნიათ. თუ არ არის დანომრილი, როგორ გავარკვიოთ, ხო? ერთი გამოძიებული საქმე მითხარით 28 ნოემბრიდან დღემდე 300-ზე მეტი ნაცემი ძვლებ დამტრეული ახალგაზრდა ყავს. ჟურნალისტებს რომ თავი დავანებოთ, 10-ობით ჟურნალისტია დაზარალებული, ფიზიკური ზიანი მიიღეს მათ. ერთი საქმე მითხარით, რომელიც გამოიწვიეთ. თქვენ ხომ მეთანხმებით, რამოდენიმე დღეა გასული, ხო? რამოდენიმე დღე როგორ არის, ბატონ კოკა? მარტო ჩემი ამბიდან 13 დღეა გასული. 28 ნოემბრიდან დღემდე ნახევარ-თვეზე მეტია გასული. ერთი საქმე მითხარით, რაზეც პასუხისგებაში მიეცა ვინმე. ვინმე პასუხისგებაში მიეცა, მარტივი კითხვა მაქვს. დღეებია გასული, ხო, რაც გამოძიება. არ ყოფნით ეს დრო, მაგას ამბობთ? დღეებია გასული და ვაკეთებთ ყველაფერს. თქვენ გვაჩვენეთ ვიდეო, რომელიც შემოსასვლელში, ბატონ კოკა, შემოსასვლელში, ფოიეში ჭხრეკთ ადამიანებს. ჩემი შვილი 8 წლის არის და მიხვდება, რომ ადამიანი, რომელსაც რაღაცის გამო იბარებენ საგამოძიებო უწყებაში, არ მიიტანს იქ იმ ნიუს, რომელიც შეიძლება მის წინააღმდეგ მუშაობდეს, ხო?
ეს ცირკი, რა ვიცი, რა შეგჭირდებათ? ჩვენ ხო სულელები არ ვართ, ბატონ გოგა. ლოგიკური შეკითხვაა. ჩვენ გადავიღეთ ეს ვიდეო, რომ ეს ადამიანები დავიბარეთ, ტარდება საგამოძიებო მოქმედებები და მათ შორის გადავიღეთ საცხოვრებელი სახლის ჩხრეკები, საიდანაც ამოღებული არის გამოძიებისთვის საინტერესო ნივთები. რითაც ვერაფერი ვერ გავიგეთ, ხო? ვერც სახლის ჩხრეკიდან გავიგეთ ვერაფერი? გავიგეთ, როდესაც დასრულდება ექსპერტიზა. როდის, ბატონ გოგა? როდესაც დასრულდება ექსპერტიზა. რამდენი ხანში არ მოიკითხეთ ექსპერტიზას, რამდენი აგვიანდება? იმიტომ რომ რამოდენიმე დღეა ჯერ სულ გასულ. ოღონდ ეს ეხება რამდენ ადამიანს? ექსპერტიზა რამდენი ადამიანის შემთხვევაში ტარდება? 4 ადამიანზე და 30-ზე მეტი რომ იყო ამ ამბავს რა ეშველება? დიახ, ამაზე მიმდინარეობს გამოძიება. აცნობიერებთ თუ არა იმას, რომ სახელმწიფო აპარატი გიყენებთ თქვენ ახლა იმისთვის, რომ ეს რაღაცა სისხლი დანაშაული ჩამოიბანონ. თქვენ სამსახურს იყენებს ამისთვის. რატომ იღებთ ამაში? არა, ჩემი შეფასება არ არის, ბატონ გოგა. შეუძლებელია 28 ნოემბრიდან დღემდე არ არსებობდეს არც ერთი დასჯილი ადამიანი. სპეცრაზმელი, რომელიც სასიკვდილოდ იმეტებს როგორც აქციის უდანაშაულო მონაწილეს, ასევე ჟურნალისტებსაც. რა არის პასუხი ამაზე? ერთი დაკავებული რატომ არ არსებობს, ბატონ გოგა? აუხსენით ხალხს უთხარით. რაც მოვედი მთელი ინტერვიუის მანძილზე ფაქტიურად ამაზე ვსაუბრობ. კი, იმიტომ რომ პასუხი არ გაქვთ. არა, ძალიან ბევრი პასუხი გაქვს. არა, არც ერთი პასუხი არ გაქვთ. მეათე შეკითხვას მისმევთ. პასუხი რომ იმეღო, მეათეთ ხომ არ აი მე გითხავდით? გპირდებით, რომ თუ თქვენ გაქვთ პრეტენზია გამოძიების. მე პრეტენზია მაქვს იმაზე, რომ ჩემი მკვლელობის მცდელობაში ბრალდებული კი არა და ვინც არის ეს ადამიანი, დადის გარეთ. მე ახლა აქედან რომ წავალ, კიდე ვინმე დამესხმება თუ არა, თავს არ ვიცი ცოცხალი მივალ თუ არა სამსახურში. გესმით რა საშიშროების წინაშე ვდგავართ? და ეს თქვენ სამსახურზეა მთლიანად დამოკიდებული. თქვენ რომ ვინმე დაგესაჯათ, მეორე ამას ვერ გაბედავდა. ხო და მაგას გეუბნებით, რომ ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს 24 საათის განმავლობაში, ეს ტრაფარეტული ტექსტი ძალიან ცუდი მოსასმენია, ბატონ გოგა. ეს თქვენი შეფასება. არა, ჩემი შეფასება არ არის. თუ ჩემი შეფასება არ მოგწონთ, მოგძანდით მეთქი გაეცანით ის სამწუხაროა, მაგრამ სხვა არავინ არ არსებობს, ვისაც ამ კითხვას დაუსვამ. თქვენ ხართ ამ სამსახურის ხელმძღვანელი. თუ თქვენი ადვოკატი არის უკმაყოფილო, ჩვენი საგამოძიებო. მე ვარ უკმაყოფილო, ბატონო გოგა. მე ქუჩაში გადაადგილების მეშინია, იმიტომ რომ ის ადამიანები, რომლებიც თავს დამესხნენ, ისევ ქუჩაში დადიან. რას ქვია, ჩემი ადვოკატია უკმაყოფილო, მე ვარ უკმაყოფილო და საფრთხის ქვეშ, ბატონო გოგა. მკლავდნენ თქვენ გესმით? მესმის და ვიზიარებთ. რას იზიარებთ? რომ იზიარებდეთ, ვიღაცა იქნებოდა დაკავებული, ბატონ გოგა. ხო და დაკავებული. თქვენი მოვალეობა ეს ჩემი ხათრით კი არ უნდა გააკეთოთ. იმისთვის რომ ადამიანის მიმართ დაიწყოს სისხლის სამართლებრივი დევნა, რასაც თქვენ დაკავებთ, საჭირო არის მტკიცებულებების შეგროვა. და რო ვერ შეაგროვეთ, ეს ჩემი პრობლემაა? რა თქმა უნდა, არ არის თქვენი პრობლემა. მაგრამ საგამოძიებო სამსახური ყველაფერს აკეთებს მეთქი. აი, ყველაფერს რომ აკეთებდეს, ვიღაცა ერთი ადამიანი ხომ იარსებებდა, ვისაც დააკავებდით. თეული მათგანი უარყოფს შემთხვევის ადგილზე ყოფნის ფაქტს, გარდა ერთი ადამიანისა, რომელიც ამბობს, რომ უბრალოდ აშველებდა იქ, რომელიც არაფერს არ აკეთებდა შემთხვევით აღმოჩნდა. ბოლოს რომ აყენა ოპერატორი მაგას გულისხმობს? ის არ უარყოფს შემთხვევის ადგილზე ყოფნის. დანარჩენები უარყოფენ. ანუ ისინი რომ უარყოფენ, ჩვენ საპირისპირო არაფერი არ გვაქვს, ხო? ან ნახეთ, ისინი უარყოფენ და ამისთვის არის დანიშნული ექსპერტიზები, რომ მოვიპოვოთ შესაბამისი მტკიცებულებები. თქვენ მდგომარეობას აბსოლუტურად ვიზიარებ. მე გაზიარება არ ჭირდება დამნაშავების დასჯამჭირდება. მაგაზეც გაგეცით პასუხი, რომ მიმდინარეობს გამოძიება, შეგიძლიათ მოხდეთ და იხილოთ გამძლე. თქვენი ადვოკატი. იხილა ჩემ ადვოკატმა, არაფერი არ არის სიახლე. თქვენ გაეცით ბრძანება? მოგწონთ ის რაც ხდება ახლა? 28 ნოემბრიდან დღემდე ხარება დაკითხეთ თუ არა? ნახე, კიდე მაგ კითხვაზე გაგეცით უკვე. ხარება დაკითხეთ თუ არა? მის სახელის ხსენებაზე რატომ გაქვთ ასეთი რეაქცია? გაგეცით უკვე არაერთხელ პასუხი. არა, ხარებასთან დაკავშირებით მიხარით, რომ 28-მდე წინა აქციების დროს დაკითხეთ, ხომ მიპასუხეთ? ანუ მე იცი ახლა დაკითხეთ ამ 28 არავის გამოკითხვა არანაირ პრობლემას არ წარმოქმნის. ხო და მაგიტომ გეკითხებით, ვინც არ უნდა დაკითხეთ. იყოს და რა თანამდებობაც ხარება დაკითხეთ. თანამდებობაც არ უნდა ეკავოს. ხარება 28 ნოემბრიდან დღემდე დაკითხეთ. სამართალდამცავების გამოკითხვა დაწყებულია და ყველა პირი გამოიკითხება, რომელიც ზვიად ხარაზიშვილი დაკითხეთ თუ არა 28 ნოემბრიდან დღემდე. ვარებს ვერ დაგისახელებ. ანუ ხარება დაკითხეთ თუ არა, ამის თქმა რა შეცვლის, ანუ რას დავაზარალებთ ამ პროცესს? პასუხობთ და ჩემ პასუხი თუ არ მოგწონთ, ეს თქვენ შეგიძლიათ გააკეთოთ შეფასება. თქვენ იცით რომ ამ სისტემის, ამ რეჟიმის ნაწილი ხართ, ახლა აცნობიერებთ ამას? გადადით შეფასებაზე ესე? კი, გადავედი შეფასებაზე. თლიანად ჩართული ხართ იმაში, რომ სპეცრაზმელებს ხელებიდან სისხლი ჩამობანოთ. იმიტომ რომ არ ახდენთ გამოძიებას და ხელსაფარებთ დანაშაულს, რომელიც ყოველ დღე ხდება თბილისის ქუჩებში. მეც მაქვს მაშინ შეკითხვა. დიახ. გამოძიებას რო არ ვატარებთ, ეს ვინ უნდა დაადგინოს? შედეგი მითხარით, რა გამოიწვიეთ? გამოძიება კარგად ჩატარდა თუ ცუდად ჩატარდა? კი, კარგად ჩატარებული გამოძიება არის, როდესაც გამოვლენილია დამნაშავე, ხო? თქვათ, თქვენ თვლით რომ გამოძიება გამოვლენილი დამნაშავე და იქნებ მე ვერ გავიგე. გამოძიება სამსახურის საქმიანობას შეაფასებს სასამართლო. იყო თუ არა დროული რეაგირება სამსახურის მხრიდან მოხდება. დროული რეაგირება როცა არის, შედეგი ცხობ შესაბამისი უნდა იყოს, ბატონ გოგა.
შედეგიც უნდა იყოს შესაბამისი და რატო არ გვაქვს შედეგი? მაგას ვკითხულობ 9 საათია. რამოდენიმე დღეა რაც გამოძიება დაიწყო. რამოდენიმე დღე არ არის ბატონო. აბა რამდენი დღე არის რაც 28 ნოემბრიდან დღემდე გამოვთვალოთ. რამდენი დღე არის გასული? 8 დღეში ერთი თვე გახდება. დიახ, ანუ რამოდენიმე დღეა ხო რაც გამოძიება მიმდინარეობს. ანუ 8 დღეში გახდება ერთი თვე. ერთი თვე, ხო? ერთი თვე გჭირდებათ? მადლობა და დაგემშვიდობებით. ხარება არ დაგითხეთ, ანუ ბატონ გოგა, ხო? მაგაზე გაგეცით უკვე პასუხი. ანუ არ მეუბნებით პასუხი გამეცით, რომ ვერ გამცემთ პასუხს. გაგეცით უკვე პასუხი. ანუ მასთან მიწერა, რატო არის ასეთი პრობლემა, რომ ან მისი სპეცრაზმელები გამოკითხოთ და დასაჯოთ, ან პირადად მიმდინარეობს გამოკითხვა, გითხარით ამას. ხარება გამოკითხეთ თუ არა, ბატონო? მიმდინარეობს გამოკითხვა. ხარება, მარტივი პასუხი კი ან არა? გამოკითხული იმ საქმეში, სადაც იყო დაბარება. ანუ ეხლა მისი ბრალეულობა და პასუხისგებლობა არ იკვეთება? მისი სპეცრაზმელები, მისი ბრძანები რომ ყველა სამართალდამცავი ახალგაზრდებს, სახისძულებს უმტვრევენ, ახლა არ იკვეთება მისი ბრალეულობა? დიდი მადლობა.